მინდა ერთობს საინტერესო საკითხებს შევეხო, რაც მეცნიერულად დღეს დადასტურებულია, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხი თავიდანვე ჰქონდა ბიბლიას. მინდა ორიოდეს სიტყვით დედამიწის ფორმის შესახებ გითხრათ, რას ლაპარაკობდნენ ადამიანები, რა გადმოცემები ჰქონდათ ერებს და რას საუბრობდა მითოლოგია წარსულ წლებში. ერთ-ერთი მითოლოგიური გადმოცემა გვეუბნება, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ეს სიბრტყე დგას 4 სპილოზე, ხოლო სპილო დგას კუზე. სხვა მითოლოგიური გადმოცემები გვეუბნებოდა, რომ ზღვაში ან დიდ ოკეანეში იდგა სხვადასხვა ტიტანები, სხვადასხვა ღმერთები, სხვადასხვა ქალღმერთები თუ ცის თაღები იჭერდნენ ცას და მიწას. მაგრამ საინტერესოა, რას ამბობს ამის შესახებ ბიბლია ჯერ კიდევ დაახლოებით 3000 წლის უკან. ჩვენ იობის წიგნში ვკითხულობთ 26-ის 7 მუხლი. მან განავრცოთ ჩრდილოეთის სიცარიელეზე არაფერზე დაკიდა დედამიწა. ღმერთის სიტყვა ოდითგანვე ამბობს, რომ თურმე დედამიწა არარაობაზე, არაფერზე არ არის დაკიდული და ჩვენ ხედავთ სამყაროს განვითარების შემდეგ დედამიწა მართლა არაფერზე იყო დაკიდული. ყველანაირი მითოლოგია, ყველანაირი აზრი, ყველანაირი გადმოცემა თუ ის ფანტაზია, რაც მანამდე ერებს საუკუნეების განმავლობაში ეჯერათ, ბიბლიამ თავიდანვე განაქარწყლა, რადგან ღმერთის სიტყვა არის ჭეშმარიტება.